მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩემო მეგობრებო და ეხლა მთხოვეს აი ესეთი გაშლა უნდა გავაკეთო ადამიანზე, რომელსაც ყავს პარტნიორი. ამ შემთხვევაში მამაკაცია, რომელიც თავისუფალი არ არის, ყავს პარტნიორი და თუ არის ბედნიერი მასთან. ან როგორ ცხოვრობს მასთან, ან რა ურთიერთობა აქვს მასთან. ანუ ორ ვარიანტზე გავაკეთებ. თქვენ შეგიძლიათ ორი ვარიანტი ჩაიფიქროთ, შეგიძლია ჩაიფიქროთ ერთი, ან მეორე, ან მოусმინოთ ორი. მოკლედ, ადამიანი რომელიც ანუ არ არის თავისუფალი და ყავს პარტნიორი, რა ურთიერთობა აქვს ამ ადამიანს იმ პარტნიორთან, ვისთანაც ცხოვრობს, ეს არის პირველი ვარიანტი, რა ურთიერთობა აქვს ამ ადამიანთან იმ პარტნიორთან, ვისთანაც ცხოვრობს, მეორე ვარიანტი. და დავიხმარ ამ კარტს მეორე დასწრას, რას ფიქრობს და რას გრძნობს ეს ადამიანი, ვინც პარტნიორთან ცხოვრობს ეხლა, ამ მომენტში, აწყო დროში, რას ფიქრობს და რას გრძნობს. პირველი ვარიანტი, რას ფიქრობს და რას გრძნობს მეორე ვარიანტი. მოკლედ, აქ არის ორი ვარიანტი. მოდით, აი ეს იყოს პირველი ვარიანტი, რომ გაგიადვილდეთ და დაუშვათ აი ესეთი. იასპი იყოს მეორე ვარიანტი. პირველი მეორე. უცებ ჩავიფიქროთ, არ უნდა ეხა ბევრი ვისკენაც გაგიწევთ, რისკენაც გაგიწევთ, ხო? ან ორივეს მოусვინეთ და მე დავიწყებ და თქვენ მე მომისმინეთ. პირველი ვარიანტი. პარტნიორთან ვისთანაც ცხოვრობს თუ არის ბედნიერი. აჰა. ეხლა აქ მაჩვენებენ, ნახეთ, გაჩვენებთ. მინდა რომ თქვენც ნახოთ, სტაბილური ურთიერთობა კი აქვს. ეხლა ვისთანაც ცხოვრობს, ანუ ამ შემთხვევაში ამ მამაკაცს ვინ ჩაიფიქრეთ, იმპერატორი, დაჯილდოებული, ანუ ქართული ესეთი იმპერატორული მანერებით, რო იტყვიან, თავად აზნაურული. მომიტანე, რა ქვია, მომიარე, მაჭამე რამე, კიდე დაიცადე, ხო, და გამირეცხე, გამიკეთე, ისა რა ქვია, ეს ჩავიცვა თუ ის ჩავიცვა, ეს უხდება ამას თუ ის უხდება, ანუ მიხვდით, ხო? ამ შემთხვევაში ეს ადამიანი, რომელიც დიდი ბავშვია, შეიძლება ითქვას, მაგრამ იმპერატორის როლშია ამ შემთხვევაში, როგორც პატარა ბავშვი, ნახეთ, პაჟი. რა არის პაჟი, ნახე? 20 წლის თინეიჯერი, ბიჭი, რომელიც აყვა რას? სიამოვნებას. და რა მოუნდა ამ ბიჭს? სიყვარული და ამ დროს იმპერატორია. აშკარად 40-50 შეიძლება მეტიც. სიტყვაზე ვიძახე, ბებერი არა. ყოველ შემთხვევაში, ეხლა არც ესეთი ბებერი არ არის, ისევ ვამბობ რა. სრდასრულია. საკმაოდ. მაგრამ პატარა ბავშვებით, პატარა ბიჭივით, აუცუქცუქთა რაღაცეები, აუჩუქჩუქთა გაზაფხულია და ალბათ მაგის ბრალია და ანუ სიამოვნების მიღება მოინდომა. რას ნიშნავს ეს ქვედა ორგანოებით? ანუ ხო, ტვინი გამოეთიშა და აყვა ქვედა იმას, წელს ქვემო აზროვნებას, ხო? და თან იმპერატორობა სურს, თან. აი ესეთი ვარიანტია პირველი და ვნახოთ, ეხლა გავაგრძელებ დეტალურად, გავშალოთ. სიამოვნება რომ მიიღო და უკაცრავად და ინტიმი რო აქვს, მაჩვენებენ. მაგრამ როგორ ანუ მარტო ინტიმია, ისა რა ქვია, ასე ვთქვათ, ყველაფერი, ანუ მარტო ინტიმზეა და სიყვარულზეა აგებული, სიყვარულზე ამ შემთხვევაში ნამდვილი სიყვარული სხვა რამეა, ჩემო კარგებო, მაგრამ აი აქ მე გულისხმობ ვნებას, ხორციელ ვნებას. მარტო ამაზეა აგებული ყველაფერი, ანუ ნახოთ, აბა. ამ იმპერატორის და იმ, ასე ვთქვათ, ქალბატონის ურთიერთობა როგორია? გარდა ინტიმისა. თუ არის კმაყოფილი.
სხვა რა კრიტერიუმით არა, სხვათა შორის, ნახეთ. მინდა გითხრათ, რომ დამთავრებული არ არის ურთიერთობა, კარტი მაჩვენებს, ჯერ კიდე გრძელდება, მაგრამ ინტიმური ურთიერთობის შემდეგ და კავშირის შემდეგ ეს ადამიანი, ანუ ნახეთ, რაღაცებზე დაფიქრდა, აშკარად მარტო ინტიმი და მარტო ეს ცხოველური ინსტინქტის დაკმაყოფილებით, ანუ ვერ გაბედნიერდა, როგორც ჩანს, კონფლიქტიც ჰქონდა ამ ასე ვთქვათ, ამ ქალბატონთან. ეხლა ეს საჯარო გაშლა, კიდევ ერთხელ ვიცახი და მე ხო არ ვიცი ამ ადამიანის კონკრეტული სახელი, ხო? მე უნდა ვიცოდი ამ ადამიანის სახელი, ვეკითხები კარტს, კონკრეტულ კითხვას და პასუხობს, მაგრამ ეხლა რახან ინფორმაცია მოდის, ესე იგი ბევრთან არის ეს სიტუაცია, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვართ ეხლა, ანუ აი ამ ენერგო საინფორმაციო კოლექტიურ ინფორმაციის ველში ერთად, ხო? შესულები. და რახან მოვიდა ეს ინფორმაცია, მე ვკითხულობ და გადმოვცემ, როგორც ანუ გადმომცემი, გამტარი. ნახეთ რამხელა გულგაცრუება მიიღო მთლიანობაში. ანუ რატომ? ჩვენმა იმპერატორმა, რომელსაც დასტაბილურებული ქონდა სიტუაცია, ხო, არ ვიცი, შეიძლება ეხლაც ფიქრობს, რომ რაღაც შემოსავალი აქვს, რაღაც სტაბილური, ფინანსურად ვიცახი, გამართულად არის, მაგრამ პირადს ნახე პირადს რაც შეეხება, რომ ანცობა მოინდომა, გესმის? უცხო ხილის გასინჯვა მოინდომა, გამორთო გონება, ჩართო წელს ქვედა ორგანოები და მიიღო რა, დიდი გულგაცრუება. იმიტომ რომ ის ქალი კონკრეტულად აღარჩანს, ამოდის როგორც საყვარელი ამ შემთხვევაში, ხო? და მისი არჩევანი, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ეს სიამოვნება, ეს სიამტკბილობა გაუტკბა ამ ადამიანს და აირჩია, რა თქმა უნდა, სიამტკბილობა, მაგრამ ნახეთ, ეხლა როგორ არის, თუ ხედავთ, როგორი დამწუხრებულია, დადარდიანებულია და პლუს კონფლიქტი აქვს. რატომ? ეს საჯარო გაშლა, ვარიანტები შეიძლება იყოს ბევრი, მე ერთს გეტყვით, იმ ქალს ჰქონდა პირადი ინტერესები, მოითხოვა რაღაცები და ეს მიხვდა, რაშიც იყო საქმე და ნახეთ, რამხელა გულგაცრუება და დარტყმა აქვს ეხლა. აი ესეა, როცა ადამიანი, რომელიც ხარ იმპერატორი და გახდები როგორც პაჟი და პაიკი. და გონებით კი არ იმსჯელებ, არამედ წელს ქვედა რაღაცა ორგანოებს დაუჯერებ და მოусმენ. ეს დაგემართება. დარჩები დარტყმული, გარტყმული და გულგაცრუებული. ეს იყო პირველი ვარიანტი. თუ რეზონირდა, დამილაიქეთ. გაზაფხულია და ესეთ ხასიათზე ვარ, რა ვქნა. მიყვარს სიმართლის თქმა, თანაც პირდაპირ. გადავედი მეორე ვარიანტზე. აბა, ჩემო კარგებო. ვინც მეორე ვარიანტი ჩაიფიქრა, აგერ თქვენთან ერთად ვშლი. ხო, მეორე ვარიანტი. ჯერ მადლობა პირველებო. რა ვქნათ, ვინც აზროვნებს წელს ქვედა მონაცემებით, ის ყოველთვის დაზარალებულია. ნამდვილი სიყვარული ეს არის სხვა რამე, ჩემო კარგებო. ნამდვილი სიყვარული არის ისეთი მყარი, რომ ყოველთვის იქნება. წლები კი არა, საუკუნეების მერეც არსებობს. და მე კი არა, ამაზე დიდ მწერლებს და მგოსნებს აქვთ ძალიან ბევრი ნაწარმოები დაწერილი. და ეს ზღაპარი არ არის, ეს სიმართლეა. ფილმებს აღარ ვიტყვი. მოკლედ, მეორე ვარიანტი. აქ კიდე კაირო ჩანს, რომ ცივი გონების ადამიანია, ოჯახი ყავს ამ შემთხვევაში ამას. ცუდად თავს არ გრძნობს, ნახე, გამარჯვებული, ანუ რას ნიშნავს? ეს პრინციპში
სტაბილურობას ოჯახში, ესე ყველაფერი რო კარგად გქონდეს შვილებთან, მეუღლესთან თუ რა ვიცი ვინც ყავს, ხო? აი ესეთი კატეგორიის ადამიანია, ოღონდ ცივი ადამიანი, ანუ გონება აქვს ჩართული ამას, იმ პირველი იმპერატორისგან განსხვავებით. და ყოველთვის უნდა რომ გამარჯვებული იყოს. ამ შემთხვევაში მე ვიტყოდი რას? აი ხალხი რას იტყვის, ნახე? და მისი შემოგარნის სანათესაოს იქ ვიღაცების ახლობლების აზრი, ანუ რომ ძალიან ესე იგი ითვალისწინებს. შემდეგ აქტიური გამოდის, ეს გამარჯვების კარტია, გზის კარტია, იმის კარტია, რომ თქვენთანაც ანუ აქტიურობს როგორც ჩანს, მაგრამ მე ვკითხე ეხა, ხო, იმ პარტნიორთან და აქ ჯერჯერობით მაჩვენებენ, რომ კაი ურთიერთობა აქვს ოჯახში ყოველ შემთხვევაში. გაციებული, ну აი როგორი რაღაცაა, იცით, აი ყოველდღიურ რუტინაში ჩართული საქმეები, ოჯახი, რომ რაც თავარია სტაბილურად გქონდეს და დანარჩენი, ანუ იქ აღარაფერი, ხო? ეხლა ვეკითხები უკვე დეტალურად, იმიტომ რომ მაინტერესებს, ხო? ამ პარტნიორთან, ვისთანაც არის ეს ადამიანი, ვისთანაც ცხოვრობს, პირადად, ხო, ცოლია, მეუღლეა თუ ვინც არის, აი რა ურთიერთობა აქვს, მაჩვენებენ, რომ სტაბილურობა მისთვის, ანუ გარანტია, ხო? ეს ციტადელია, ხო და ვნახოთ ახლა, ხო? როგორი ურთიერთობა აქვს, სითბო აქვს, სიყვარული აქვს, ნება აქვს, რა აქვს აი ამ ადამიანს, ამ კანონიერი, არა, ნახეთ. აი პრაისის, აი აქ უკვე ცოტა რთულად არის საქმე. აქ შემიძლია გითხრათ რა, რომ ყველაფერი მიდიოდა კარგად წლების განმავლობაში, ანუ ისტორიას ვყვები, ეხლა ნახეთ თქვენთან ერთად კარტები მიხსნიან ისტორიას. ყველაფერი მიდიოდა კარგად, სტაბილურად, ну, სიყვარულზე დაფუძნებული, ამოდის კარტი, რომ დაკანონებული, ну, ცოლია ალბათ კანონიერი, მაგრამ ძალიან დიდი გულგაცრუება, ძალიან დიდი დარტყმა აქაც სიყვარულთან დაკავშირებთ, ანუ მის პირად პარტნიორთან. ეხლა რატომო და მაჩვენებს high prices, რაც ნიშნავს საიდუმლოს. ანუ ეხლა როცა ამას მაჩვენებენ კარტები და მე აბსტრაქტულად ვეკითხები ადამიანზე, რომელიც სახელით არ ვიცი, ხო? თქვენ უნდა ჩაგეფიქრათ სპონტანურად, იმიტომ რომ ეს არის საჯარო გაშლა. მაგრამ ინფორმაცია ჰაერშია, სივრცეშია, რომელსაც მე გადმოვცემ. მე არ ვიცი მისი სახელი, ხო? მაგრამ მაჩვენებენ რომ არის დაფარული. ესე იგი, აქ ვარიანტები არის რამოდენიმე. პირველი, რომ მალავს, მეორე, რომ რაღაცა მაგიურ ჩარევას აქვს ადგილი. მესამე, ის რომ თვითონ ეს ინფორმაცია არ არის საკმარისი, რომ მე მივიღო, ანუ იმ ენერგოსაინფორმაციო წყაროდან, საიდანაც ვიღებ ამ ინფორმაციას, ანუ ეს დეტალები, ხო, აი ეს ამ ადამიანის, ამ მეორე პოზიციის, რომლის სახელიც არ ვიცი და აბსტრაქტულად მონახაზი ჩავხატე, ხო? მე არ ვიცი, მაგრამ ეს მისი ცხოვრების გზა თან მაჩვენებენ, ანუ ეს უნდა გაევლო, ანუ ესე იგი აქ წარსულ ცხოვრებაზე ან მის რაღაც სტრუქტურულად, ხო, რაღაც ცხოვრების მომენტებზეა საუბარი. კიდევ ერთხელ ვიძახი, საჯარო გაშლაა და ამიტომ ესე დეტალურად ვერ ვიტყვი თუ არ ვიცი ადამიანის სახელი. ეხლა მაინც დავაკონკრეტებ და ვეკითხები, რომ ანუ ეს ადამიანი ვინ ჩაიფიქრა ეხლა? მეორე ვარიანტი. ვინც უყურებს ამ ვიდეოს? აინტერესებს, ხო? არ არის თავისუფალი, ყავს აგერ ოჯახი, მეუღლე, ხო? აი, რამ განაპირობა ის ფაქტი, რომ დაინტერესდა თქვენით, ხო? თქვენ რომ ეჭვი არ გქონდეთ ამისი, ხო? ახლა ნამდვილად არ გელანდებათ, იმიტომ რომ ინტუიცია გაქვთ. ხო. აი, რამ განაპირობა, რომ დაინტერესდა თქვენით, მოიხიბლა თქვენით ეს ადამიანი, ხო? რომელსაც მაჩვენებენ, რომ ნუ სტაბილურად არის. რამ? გზნობამ. წარსულმა. წარსულში დაშვებულმა, ნახეთ, აი კიდევ ერთხელ ვიძახი, შეიძლება ეს მის წარსულ პირად ცხოვრებას ეხებოდეს, ჩემო კარგებო, იმიტომ რომ აქ მაჩვენებენ თას გრძნობით სავსეს. სამყაროდან, ნახე, სამყაროდან მოდის ეს მისი რაღაცა ცხოვრებისეული გზა, წარსული ცხოვრებიდან, სადაც, ანუ
რაღაც განიცადა, რაღაც დააშავა, მოატყუა, შეიძლება უღალატა და ეხლა ამ ცხოვრებაში ახტევინებენ ან და ამ ცხოვრებაშივე მოხდა ისე, რომ თქვათ უღალატა, ხო? და ეხლა შეხვდით თქვენ, გნახათ თქვენ, არ არის თვითონ თავისუფალი და თვითონ იტანჯება, ნახეთ თვითონ დარდობს, იმიტომ რომ ფიქრობს თქვენზე და თან გამოუვალე მდგომარეობა ამოვიდა აქაც, ანუ ამოტრიალებული კაცი მსხვერპლ შეწირვა, სტაგნაცია, რომ ვერ პოულობს გამოსავალს. და აქაც რა თქმა უნდა ამოდის ის, რომ ტვირთი, ანუ ძალიან დიდი ტვირთი აქვს საზიდი და კიდე თქვენ ესე იგი ვერ მოერევა ამ სიტუაციას, სუსტია. და ასევე ამოდის ანუ ეს კარტი, რომელიც ნიშნავს ახალ დასაწყისს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამ ადამიანმა რო იტყვიან, მაგრამ ეჭვი მეპარება, იმიტომ რომ ხმლების მეფეა და ეს არის ინტელექტუალური ადამიანი. გაწონასწორებული, ჩამოყალიბებული, ჭკუით მოაზროვნე, ხო? ისე ამჩატებული არა, რომ რაღაც ხო? მაგრამ ამასაც კი, ანუ ნახეთ, ამასაც კი მოვიდა ესეთი რაღაც სიტუაცია, მიუხედავად მისი აი ამ ყოფისა და ბოლოს ხდება სულელი. ნუ ეხა ეს რა ხდება, იცით, ჩვენ შლით, ეს არის აი ესეთი დიაგნოსტიკა, ხო? რა შეიძლება რომ მოხდეს? შეიძლება იყო გაწონასწორებული, შეიძლება იყო იმპერატორი, შეიძლება იყო ხმლების მეფე, ინტელექტუალური, მაგრამ ერთ მომენტში შენი საქციელით გახდეს სულელი და რატომ? რატომ? და ყველაფერი ეხება გრძნობას, ვნებას, სიყვარულს, იმ მომენტს, რომ შეიძლება უცებ დაგავიწყდეს ეს ყველაფერი. და შემდეგ დაუშვა შეცდომა. მოკლედ, კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არის საჯარო გაშლა. ჩვენ აქ უბრალოდ ინფორმაცია მოგვივიდა, თუ ეს რეზონირდა, თუ ეს ასეა. მომწერეთ, მაინტერესებს თქვენი აზრი, დამილაიქეთ და მეც რა თქმა უნდა, მეტ უფრო საინტერესო თემებზე გაგიშლით, უბრალოდ რახან მოდის ინფორმაცია, სამყაროდან მოდის, მეც უნდა გითხრათ. აი ესეთი მომენტია. შეიძლება ამ ადამიანმა რაღაც მომენტში გადაეკეტოს და საერთოდ მიუხედავად იმისა, რომ აი ესეთი ინტელექტუალია, მისთვის მნიშვნელოვანია ოჯახი და აი თავს ბედნიერად გრძნობს ოჯახში სტაბილურად და უცებ, ანუ გადაეკეტა და გახდეს სულელი. ანუ აი ამაზე მიმანიშნებს, ხო? პროგნოზირებაა. ტარო რა არის? ტარო უბრალოდ გვეუბნება რა შეიძლება მოხდეს. ყველაფერს წყვიტავთ ჩვენ. ყველა მოქმედება ჩვენზეა დამოკიდებული. ის გვეუბნება, შეიძლება აღმოჩნდეს როგორც სულელი, ხო? ერთ მომენტში. მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტი აქვს, ხო? უცებ და რამ განაპირობოს? დიდმა, ამაღელვებელმა, რო იტყვიან გრძნობამ. აი, ესეა ჩემო კარგებო. ეს არის ცხოვრება. ცხოვრება კი სასწაულებით არის სავსე. აბა თქვენ იცით. დროებით.